Nu მოიყვან სოლს ქანაანელთაგან. აი, გამდენი თავი დავიწყეთ, უკვე მოკლედ ქანაანელი სოლის მოყვანა არ შეიძლება თუ ლამაზად ლაპარაკობდა. ამას შემდა მივუძვნათ კიდე ერთი თემა. მაგის საცოლე როგორია მოუყავთ, არა, საცოლე ბიჭებზე არ არის მარტო. მშობლებმა რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მისმა საცოლე ბიჭმა და მისმა გასათხოვარმა გოგო ქანაანელებთან არ იქორწინოს. აი, ესეც გასათვალისწინებელია, რომ მშობლებმა როგორ უნდა იზრუნონ ამაზე და რა უნდა გააკეთონ ამისთვის. მაგრამ ეხლა ამ ტექსტს რო წაიკითხავ, თქვენ კიდევ ერთამეს აღმოაჩენთ აქ, ნახეთ. მოიხმო ისააკმა იაკობი აკურთხა და დაარიგა. ნუ მოიყვან სოლს ქანაანელთაგან. ადრეთი და წადი ფადან არამში, დედაშენის მამის, ბეთუელის სახლში, მოიყვან იქედან სოლად დედაშენის ძმის ლაბანის ასული. პირდაპირ ეუბნება იაკობს რაც უნდა გააკეთოს. როგორც თვითონ შეძლეს ისააკ სოლი, გახსოვთ იქ დამასკოელი ელიაზარი იქნა გაგზავნილი აბრაამის მიერ და ასე ჩამოუყვანეს ისააკ სოლი. სწორედ იგივე ეუბნება, რომ სოლი იქედან უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში ქანაანელს არ უნდა გაეკაროს. ყოვლადწლიერი ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გახდის, გაგამრავლებს და ხალხთა კრებულის მამამთავარი შეიქმნები. იმეორებს იმ კურთხევას, რომელი კურთხევითაც მოტყუებით მიიღო, ესე იგი, იაკობმა, აი ამ კურთხევას იმეორებს უკვე გაცნობიერებულად ისააკი, იმიტომ რომ იცის რომ იაკობს ელაპარაკება. რატომ? რა არის ამის მიზეზი? იმიტომ რომ მას კვლავ გაეხილა საწინასწარმეტყველო თვალი, რომელიც წინათავში წავიკითხეთ ჩვენ რომ აღარ ქონდა მას საწინასწარმეტყველო თვალი და ერთი მიზეზს ასახელებენ წმინდა მამების რაღაცა გარკვეული ნაწილი ამბობს ერთ მიზეზს, რომ ეს იყო სწორედ იმ ქანაანელი ძლების დამსახურება, ესამა რომ მოიყვანა ორი ერთად სახლში და მათ რომ დაიწყეს სახლში კმევა და თავიანთი კერპების სახურება, ისააკმა წინააღმდეგობა ან არ გასწია, ან ვერ გასწია და ამიტომაც მას საწინასწარმეტყველო თვალი დაეჭირა. ეს რას ნიშნავს, იცით რომ, აი კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ამ თემას, როდესაც შემოდის უცხო კულტურის, უცხო რელიგიის, უცხო სარწმუნოების ადამიანი შენს ოჯახში და თუ ის ამკვიდრებს აი ამ თავის კულტურას და რელიგიას, აუცილებლად შენგან რაღაცა მადლი იკარგება. იმიტომ რომ სულისა და კარგის ურთიერთობა, როდესაც იწყება ან ერთ ოჯახში ცხოვრება იწყება, ან ერთ საზოგადოებაში გაწყვეტა ხდება სულისა და კარგის, რამდენი მაგალითი შეგიძლიათ დამისახელოთ, რომ სუდი კარგი გახდა. და პირიქით რომ ხდება ამის მაგალითია მთელი ისტორია ჩვენი და კაცობრიობის ისტორია. ზოგადად რომ პირიქით კარგები ვინც არიან ამ სუდებს ბაძავენ და იმათ თვისებებს ითვისებენ და რაღაცნაირად ისრუტავენ პირდაპირ. შეიძლება ესე ითქვას თუ რაიმე მავნე და უჩვეულო ისეთი არა, მისთვის მიუღებელია და პირიქით რომ ხდებოდეს ეს ძალიან ნაკლები შემთხვევაა. ამიტომაც სოლომონის პრობლემაც და ჩვენ უამრავი შეგვიძლია დავასახელოთ ბიბლიური ისტორიიდან და თანამედროვე ისტორიიდანაც ძალიან ბევრი შემთხვევა არის. ამიტომაც ნახეთ, როგორც კი დაეხშომა საწინასწარმეტყველო თვალი, იმ წუთში მოხდა გადასხვაფერება ისააკის არის იცი რომ ესავის კურთხევას აპირებს პატრიარქად, რომელიც არაფრით არ შეიძლება, რომელიც არ შეიძლება იყოს მომავალი ერის პატრიარქი, რომელიც საფრთხეებად შეიძლება იწოდებოდეს, იმიტომ რომ ყოლა გველური კაცია და სისხლისმცემელი კაცია. აქედან გამომდინარე, დახშულია მისი საწინასწარმეტყველო თვალი, მაგრამ ეხლა, როდესაც უკვე ამას გაცნობიერებულად აკეთებს, ნახეთ, ეუბნება რომ სოლი არ მოიყვანო ქანაანელთაგან, ანუ იმეორებს უკვე აბრაამისეულ მდგომარეობაში, ამ საწინასწარმეტყველო მდგომარეობაში შეიძლება ითქვას, ეუბნება რომ არ მოიყვანო, უნდა წახვიდე აუცილებლად და იქედან იმ ქვეყნიდან მოიყვანო, როგორც აბრაამმა მას შეერთო ზუსტად ამას და უმეორებს კურთხევას უკვე აქ ეჭვი ხო აღარ ეპარება, რომ იაკობს ელაპარაკება. იქ ხომ ეჭვი შეეპარა თითქოსო სუნი მისიაო რა ქვია ისავისო, მაგრამ ხმა იაკობისა არისო, აქ უკვე ზუსტად ითის რომ იაკობს ელაპარაკება და ეუბნება. ყოვლადწლიერი ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გახდის, გაგამრავლებს და ხალხთა კრებულის მამამთავარი შეიქმნება. ეს ძალიან საინტერესო ფრაზა არის კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ. ხალხთა კრებულის მამამთავარი შეიქმნები რას ნიშნავს ეს? რომელი ხალხის მამამთავარია იაკობი? მხოლოდ ებრაელის. თუ ჩვენ გენეტიკურად ვილაპარაკებთ ამ თემაზე, იაკობი არის მხოლოდ და მხოლოდ ებრაელი ხალხის მამამთავარი. არავითარ შემთხვევაში ქართველთა მამამთავარი მაგალითად იაკობი არ არის. მაშინ რატო წერია რომ ხალხთა კრებულის მამამთავარი შეიქმნება? იგივენაირად როგორც აბრაამს ეწოდება სარწმუნოებაში ჩვენი მამა და არა გენეტიკურად.
სარწმუნოებრივი მამა, ანუ ხალხთა მამა იქნება სარწმუნოების მიხედვით. ანუ ვინც აი ამ რჩეულ ერში მოსულ მესიას მიიღებს როგორც განხორციელებულ მერტკაც, არ დაიწყებს მის გმობას, აი ეს ხალხი, ვისაც უკვე დღევანდელ დღეს ქრისტიანები ეწოდებიან, ეს ხალხი იწოდებიან აბრაამის შვილებად. შესაბამისად იაკობსაც მამას უწოდებენ ეს ადამიანები, რადგანაც იაკობისგან არის ის 12 შტო, რომელისგან ერთ-ერთშიც დაიბადა შემდგომში უკვე მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. მაგრამ არა გენეტიკური ნათესაობით ჩვენთან, არამედ სულიერი ნათესაობით, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები და აქედან გამომდინარე ეს იყო ხალხთა კრებულის მამამთავარი გახდები, ეს იმას ნიშნავს, რომ არა ეროვნული თვალსაზრისით, არამედ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით. მეოთხე ბუკლი მოგცემს აბრაამის კურთხევას, შენ და შენ შთამომავლობას, შენთან ერთად, რათა დაემკვიდრო შენი მდგმურობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს. უნდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები უკვე მესამე თაობა ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე და ჯერჯერობით მათ არაფერი საკუთრებაში არ გააჩნიათ, გარდა ერთი საფლავისა, სადაც სარა არის დასაფლავებული და აბრაამი დაგრძელებს მასთან ერთად. და ამ კურთხევას მაინც უმეორებს, იმიტომ რომ ამ კურთხევის გამეორება ჯერ ერთი გარკვეულწილად რაღაცა სარწმუნოების ჩვენ რატო გვჭირდება ხშირად წმინდა წერილის კითხვა, ლოცვებს რატო ვკითხულობთ, ზოგადად რაში გვჭირდება ეს ყველაფერი. თქვათ ადამიანმა ერთხელ ჯული ისწავლა, 10 ცნება ისწავლა და მე ჯერ აღატო უნდა წაი. იმიტომ სჭირდება რომ შეხსენება სჭირდება ადამიანს ყოველთვის ამისა. თუ არ შეახსენა ადამიანმა ეს, აი რატომ აღნიშნა ჩვენ ყოველ კვირას აღდგომის დღესასწაულს. აი დღევანდელ დღეს აღდგომაა, იმიტომ რომ კვირა და სააღდგომო წირვა ჩატარდა. ასე იქნება წელიწადის განმავლობაში ყოველ კვირას. იმიტომ რომ თუ კი ეს ადამიანებმა არ შეახსენეს საკუთარ თავს და თუ კი ეს სამადლობელი მსხვერპლი, რა ქვია წირვას? ევქარისტია. ევქარისტია რა არის? მადლობა. ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ ბოლოში, რომ უხდა. თუ ამ სამადლობელ მსხვერპლში მონაწილეობა არ მიიღო, თავისთავად ეთიშება რაღაცა აი ამ გარემოებას და ხდება ძალიან გულგრილი ამ ყველაფრის მიმართ. ამიტომაც გამეორება რომ შენ აბრაამის კურთხევა მოგეცემა, რას ნიშნავს აბრაამის კურთხევა? ღმერთმა რაც უთხრა აბრაამს, როგორც აკურთხა და უთხრა რომ გამრავლდები და ზღვის ქვიშასავით დაუწვლელი იქნება შენი შთამომავლობა, ერთი ეს იგულისხმება, მეორე ეს იგულისხმება რომ მიწა რომელსაც შენ გიჩვენ ეს იქნება შენი შთამომავლობის. ამ მიწაზე დამკვიდრდებით, სწორედ ამ კურთხევას უმეორებს, იმიტომ რომ იაკობს ძალიან ბევრი განსაცდელი ელოდება წინ. ძალიან ბევრი, აი ჩვენ წავკითხავთ, ეხლა და ვნახავთ რომ ძალიან ბევრი რაღაცა გადაიტანს ის თავის ცხოვრებაში და ეს რაღაცა ნუგეში იყო მისთვის. წინასწარ ქონდა მამას მისთვის მიცემული ამაზე კურთხევა და ამიტომაც იცის რომ არ დაიკარგება, მისგან შთამომავლობა წამოვა, იცის რომ იმიწას უნდა დაუბრუნდეს და ეს ძალიან დიდი სტიმული გახლავთ მისთვის, იმიტომ რომ გაუძლოს შემდგომში უკვე იმ გამოცდებს, რომელი გამოცდებით მას წინ ელოდება და ცხოვრება მოუწყობს მას. გაუშვა ისააკმა იაკობი და წავიდა იგი ფადან არამში ლაბანთან, არამელი ბეთუელის ძესთან, რომელიც იყო ძმა რებეკასი, იაკობის და ესავის დედისა. აქ დაკონკრეტებული არის, რომ წავიდა ესე იგი ბათუელი გახლავთ რებეკას მამა, ანუ ისააკის სიმამრია და ლაბანი გახლავთ ისააკის ცოლის ძმა. ანუ რებეკას ძმასთან, ლაბანთან მიდის და მისი ქალიშვილის შეერთვაზე არის ლაპარაკი, რომ ის უნდა შეერთოს. მაგრამ დაკონკრეტებულია, რომ რომელიც იყო ძმა რებეკასი, ლაბანზე ლაპარაკი, იაკობისა და ესავის დედისა, ანუ წმინდა წერილი აკონკრეტებს, რომ რაღაცა ვინმე სხვაზე არ იყოს ლაპარაკი, არ შეეშალოს ადამიანს და გარდა ამისა, მე გითხარით, რომ როდესაც წმინდა წერილი სახელობითად ასახელებს ვინმეს, ეს შემთხვევითი არასდროს არ არის. ყოველთვის რაღაცა იკითხება ამაში და მოგახსენებთ ცოტა ქვემოთ რაც. ნახეთ ეხლა რა საინტერესო მუხლი იწყება. ეს არის მეექვსე მუხლი, რას აკეთებს ესავი. დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისააკმა იაკობი და გაუშვა იგი ფადან არამში ცოლის მოსაყვანად და რომ კურთხევისას უბრძანა არ მოეყვანა ცოლი ქანაანელთაგან. ესავმა ეს ყველაფერი დაინახა. ნახა რომ იაკობს მისცა კურთხევა, მიხვდა რომ პირმშობა დაკარგული აქვს. მიხვდა რომ ამ საქმეს აღარაფერი აღარ ეშველება, მაგრამ ის მაინც ცდილობს ჯერ ერთი გულში გაიფიქრა, მან ჩვენ ხო წინა შეხვედრაზე ვილაპარაკეთ ამაზე, რომ გულში გაიფიქრა, როგორც კი მამა ჩემი მოკვდება, მე ჩემს ძმას მოვკლა. მას ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ეს გადაწყვეტილება მან რაც გულში გაიფიქრა, საიდან იცია მისმა მშობლებმა, იმიტომ რომ საწინასწარო სკოლა სულით არიან ავსებული ორივე ისააკის და რებეკაც.
გახსოვთ რებეკა რომ მივიდა და უთხრა რომ უნდა წახვიდე, თორე შენი ძმა აუცილებლად მოკლავსო. ამიტომ რებეკამ ჩაუვლაგა უკვე ბარგი, ეხლა ისააკთან მიიყვანა, ისააკი ლოცვა-კურთხევას აძლევს და ეს ლოცვა-კურთხევა მოისმინა ესავმა და ფიქრობს ეხლა რომ ეს კი წავა აქედან. იქნება ვეღარ დაბრუნდეს. ამიტომ როგორ უნდა დაიბრუნოს მან თავისი პატივი. ამისთვის გადაწყვეტს რომ რაღაცა მოქმედება ჩაიდინოს, ოღონდ ეს მოქმედება მე მგონი უფრო სულელური იქნება პირველზე. დაინახა რომ აკურთხა და მისცა კურთხევა რომ არ მოეყვანა ცოლი ქანაანელთაგანო და რომ დაუჯერა იაკობმა დედმამას და წავიდა პადან არამში. დაინახა ესავმა რომ არ მოსწონდა მამამის ისააკს ქანაანელი ქალები. წავიდა ესავი ისმაელთან ბიძასთან და მოიყვანა ცოლად მასალათი აბრაამის ძის ისმაელის ასული ნებავითის და სხვა ცოლების გვერდით. მთელი ხარამხანა აქვს აქვს მოკლედ გააცნელი ამ ხელს და ესე კიდევ ერთხელ გიმეორებ. წავიდა ესავი ისმაელთან თავის ბიძასთან მოიყვანა აბრაამის ძის ისმაელის ასული, უფროსი ასულზე ლაბანი. ნებაოთის და რატომ არის დასახელებული ნებაოთის და? რაშუაშია ნებაოთი? რა საინტერესოდ გამარტავენ ამ პრობლემას. როდესაც კაცი ცოლის მოყვანას აპირებსო, თუ მას აინტერესებს როგორი შვილები ეყოლებაო, თავისი საცოლის დედმამის შვილები უნდა ნახოსო. და ეცოდინებაო რომ ასეთი შვილები ეყოლებაო. და იცით რა, ამაზე მე მართლა ხშირად ვიფიქრია. ჩემი შვილები ჩემზე უფრო მეტად გეფიცებით ყველაფერს ჩემი ცოლის დაზღვანან. აი გარეგნობით ესე გვანან და ხასიათებითაც ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება მართლა გვანან. ეს ეხლა რა ვიცი ეხლა გენეტიკა არის ესე გადადის როგორ გადმოდის არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ჩემს ცოლის და უფრო მეტად გვანან ჩემი შვილები ვიდრე მე. ფერებში რაღაცა გარეგნობით და ასე შემდგომ. აქ ნებაოთის შემთხვევით არ არის დასახელებული. იმიტომ რომ ეს ნებაოთი რო არის დასახელებული, ესავს უნდა ყოფნოდა და აქ რატო არის დასახელებული რომ თქვათ იქ ლაბანი მისი ძმა არის და ლაბანისგან არის წამოყვანილი რებეკა. იციან რომ ესენი ერთი ტომის ხალხია და ამიტომ თავისიანი უნდა რომ მოაყვანინოს და არ უნდა რომ უცხოთესლი და ქანაანელი მოაყვანინოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ნებაოთთან რომ მიდის, ნებაოთს უნდა კაცია ის. და იმის მიხედვით უნდა მივხვდეს რა შთამომავლობა ეყოლება. ესავე ამასაც აღიქვალიძინებს, იმიტომ რომ ეს ტრადიცია არსებობდა მაშინ. ეს ტრადიცია უნდა არსებობდეს დღესაც, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მე მახსოვს ერთ ჩემს ახლობელს რომ ცოლი მოყავდა. უთხრეს რომ რაღაცა არ მოგწონსო ჩვენ მამისი წრეო და მან უპასუხა კაცო მე წრე კი არ მოყავს ცოლად ეს გოგო მოყავსო ცოლად. აღმოჩნდა მე რომ რაღაცა გარკვეული დრო როცა გავიდა არ გაუმართლა ამ წრემ, იმიტომ რომ მოუნდა რაღაცა საზოგადოებაში ამ ხალხის გამოჩენა ვეღარ გამოაჩინა. იმიტომ რომ აი ეს წრე არ იქცეოდა შესაბამისად, არ ჰქონდათ რაღაცა ესეთი კულტურული მანერები, სადაც შეიძლებოდა მათ საზოგადოებაში წარმოჩენა და ცოტა ველური ხალხი იყო. ამიტომაც ან ზნეობრივად ვერ იყვნენ ისეთი დალაგებულები. ამიტომაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რომ ნებაოთის და რომ მოყავს უნდა იცოდეს ნებაოთი ვინ არის და რა წარმოადგენს. მაგრამ აქ კიდევ ერთი რამ წერია რომ მასში დედანში ქართულში ესე არ ჩანს ესა. წავიდა ისე მოიყვანა ცოლად მასალათი. როგორ მოიყვანა? პირველ ცოლად მოიყვანა. რას ნიშნავს პირველ ცოლად მოიყვანა? იცით? ფაქტიურად ფარამხანის უფროსი ეს არის. მოიყვანა როგორც უპირატესი ცოლი. ეხლა მუსულმანებში დღევანდელ დღესაც ესე არის. დიახ, რაც კიდე ეს დღევანდელ დღეს ასე არის მიღებული, მაგრამ შეეძლო მაშინ ქმარს მიეცა უპირატესობა ამ ცოლებთან დაკავშირებით, ამან ვითი მისცა უპირატესობა, იცი რომ ამბობს რომ ეს ჩემი ბიძაშვილია და ამიტომ ბიძაშვილი მოყავს ცოლად და ისინი ქანაანა თქვენ უცხოთომელები ხართ. ამიტომაც მოიყვანა ეს ხალი და დაადგინა რომ ეს არის პირველი ცოლი. ამას რატო აკეთებს? იმიტომ კი არა რომ ის ხალი შეუყვარდა და ამ რაღაცა ისეთი გეგმები აქვს რომ ახლა ერთი შტოდან და ერთი ტომიდან უნდა იყვნენ ეს ცოლქმარი ყველანი. არა, მისი მიზანი არის რომ მოიგოს ისააკის გული. ის ფიქრობს რომ ამით მოიგებს ისააკის გულს. ეხლა რომ მამამისი შემოტრიალდება და იტყვის რომ არა კაცო იაკობი გევაკურთხე, მაგრამ შენ ისევ ჩემი საყვარელი შვილი ხარ და შენ უნდა გააგრძელო ეს გვარის უფროსობა. ამიტომ ასე შეუძლებელი, ამიტომაც ისავზე წყდება საერთოდ ლაპარაკი. ჩვენ მე კი ვნახავთ მათი იაკობი როცა დაბრუნდება გარკვეული წლების შემდეგ
თავის ქვეყანაში უკვე თავის ცოლებთან და შვილებთან ერთად ესავისა და მისი შეხვედრა მოხდება და თუ როგორ მოხდება ეს ძალიან საინტერესოა, ეს შემდგომი თემა არის, მაგრამ აქ შეწყდება ესავზე საერთოდ ლაპარაკი, იმიტომ რომ წმინდა წერილმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ამ ადამიანმა გონიერება თითქოს იმიტომ გააკეთა ეს ყველაფერი, რომ გონიურული ნაბიჯი გადადგა, რომ მამამისთან შერიგებულიყო და ესე იგი სიტუაცია შემოეტრიალებინა რაღაცა სასიკეთოდ, ამ დროს პირიქით რაღაცა უფრო დიდი სისულელე გააკეთა, რომ კიდე ერთი ცოლი დაამატა, კიდე ერთი რაღაცა ერთი უბედურება შემატა ოჯახს, იმიტომ რომ ის ძმა შემთხვევით არ არის იქ დასახელებული, იმიტომ რომ ვერ იყო ეთლა წესიერი კაცი როგორც ჩანს და მოკლედ არ ყავდა კარგი წრე ესავს და სულ წრეში ტრიალებდა თვითონ და გამრავლდნენ და გამოვიდნენ მართლა ყაჩაღები. მაგრამ ახლა მართლა ესავზე მინდა გითხრათ ეს კურთხევა, ეს ორი კურთხევა ერთად შეერთდა. ნახეთ, საინტერესო რა არის. ისმაილზე გახსოვთ როგორი კურთხევა მისცა აბრაამმა, რომ ყველას ხელი შენს წინააღმდეგ იქნებაო და შენი ხელი ყველას წინააღმდეგ იქნებაო. ანუ სულ ომში იქნებიო, ესეთი კურთხევა მიიღო ისმაილმა. ესავმა როგორი კურთხევა მიიღო, რომ შენ იცოცხლებ მიწის ცხიმოვანებით. მიწის ცხიმი რა არის? ნავთობი. ასე რომ ის რომ ნავთობით არიან მდიდრები და ამით ცხოვრობენ და ის რომ მათი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას მათ წინააღმდეგ ეს დღევანდელ დღესაც მუშაობს 21 საუკუნეში. ეს წიგნი დაწერილი არა უბრალოდ ეს ამბები ხდება დაახლოებით ქრისტეს დაბადებამდე 2000 წლით ადრე. ასე რომ 4000 წელია დაახლოებით გასული მას შემდგომ რაც ეს წინასწარმეტყველება მუშაობს, მოქმედებს და წმინდა წერილის არც ერთი სიტყვა არ გაწუდებულა და არც გაწუდება. გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს. მიადგა ერთ ადგილს და იქ გაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასტუმრად და დაწვა იმ ადგილას. ნახეთ რა საინტერესო ამბავია. აქედან იწყება სწორედ ის საკითხავი, რომლის შესახებაც მე გეუბნებოდით, რომ ყოველთვის ღვთისმშობლის დღესასწაულზე იკითხება მე. მიადგა ერთ ადგილს, აიღო ერთი ლოდი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? არ შეიძლება შემთხვევითი იყოს. ეს ერთი ადგილი გახლავთ ადგილი, სადაც შემდგომში ტაძარი უშაშენდეს. ეს არის მთა მორია, სადაც ეხლა ამჯერად მეჩეთი დგას, მუსულმანური ომარის მეჩეთი, სადაც იყო სოლომონის ტაძარი, რომელიც ორჯერ დაანგრიეს. ერთი თვითონ სოლომონმა რომ ააშენა და ნაბუქოდონოსორის ტყვეობის დროს დაინგრა, მეორე აღდგენის შემდგომ ქრისტეს ჯვარცმის შემდგომ, როდესაც რომაელებმა დაანგრიეს. ასე რომ, ბატონო, აღდგენა ვერ იწვის გიორგი, აღდგენის სურვილი კი არა და სამ დღეში არ აღდგენენ პრობლემა არ აქვს, უბრალოდ ომარის მეჩეთს ვერ უშვებიან ვერაფერს. იმას მუსულმანების კი არ ერიდებათ, ხოლმე დაანგრევდნენ იმას, მაგრამ იქ ომარის მეჩეთშია თვითონ ეს ქვები გამოყენებული, ეს ქვები სჭირდებათ. ამიტომ შეიძლება. იცით რა, სურვილი აქვს რომ იმ ქვით ააშენო, რომლითაც იყო ის აშენებული და ის ქვები კედლებში დევს და ის რომ გამოაცალო, ეხლა მოკლედ რაღაცელი ამბებია. მთელი ამბავი. ეს არის თუმცა კი ამბობენ რომ გამზადებული აბსოლუტურად ყველა ქვა გათლილი და დანომრილი ერთმანეთზე დაალაგებენ და ორ დღეში ტაძარი იქნება აშენებული. აკლიათ ის ქვები რაღაცაც ომარის მეჩეთშია და ამიტომაც ჯერჯერობით არ შენდება და ეს ტაძრის აშენება იქნება წინაპირობა ანტიქრისტეს კურთხევისა, რომ იცოდეთ. ტაძარი როგორც კი აშენდება, მაშინვე იკურთხება. მაგისთვის აშენდება ტაძარი, რომ იქ უნდა იკურთხოს მეფე, რომელიც იქნება ანტიქრისტე. ჩვენ ამაზე რაღაცა მახსოვს გარკვეულწილად ვილაპარაკეთ და ვერეთ უგნებავთ კიდევ შეგახსენებთ. უბრალოდ ეხლა ეს ძალიან საინტერესო ადგილი. მიადგა ერთ ადგილს, ეს არის ეს ადგილი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს არის ძალიან მისტიური ადგილი და იცოდნენ აი ამ წმინდანებმა ამ ადგილის შესახებ, იმიტომ რომ აქ მოხდებოდა ისააკის სრულად შეწირვა, აქ ამ ადგილას ხდებოდა შემდგომში სალინის მეფე, რომელიც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, ეს არის ეფრემ ასოს თუ დავეყრდნობით ნოეს შვილი სემი, რომელიც აქაურობის მეფეა და აქაურობის პატრიარქია და განსაკუთრებულად განწმენდილი ადგილია და სალოცავი ადგილია და იაკობმა იცის, რომ ამ ადგილიდან თუ ილოცებს თუ ამ ადგილიდან ილოცებს, ხათაშორის ეს დღევანდელ დღესაც ძალიან გავრცელებული ის არის საქმე რა ტრადიცია, რომ ამ ადგილიდან ლოცვა განსაკუთრებულად შეიძლება. დღევანდელ დღეს თქვენ ალბათ გინახავთ იქ ებრაელები რომ განან და თავებს რო იქნება ეს არის ხო სტეხანო
ირიანი იმას. სხვათა შორის იქ მართლმადიდებელი ქრისტიანები არ უნდა მიდიოდნენ. არ უნდა როგორც ისტორიული თვალსაზრისით შეიძლება მიყვიდე და დაათვალიერო, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით არ უნდა მიდიოდნენ. რატო იცით რომ ის ებრაელები ცით რასტირია? მესიას ელოდებიან. მესია რომელიც არ მიიღეს მათ, ახალს ელოდებიან, ეს ახალი ანტიქრისტე იქნება. და ქრისტიანი ამ თვალსაზრისით იქ არ უნდა მიდიოდეს საერთოდ. ექსკურსიაზე მიყვა ამაზე. ხო, არა, ექსკურსიაზე ხა ისტორიულად შეიძლება მიყვიდე და დაათვალიერო, მაგრამ იმას რომ დაიფარებ თავზე და იქ ისე რომ მითხარ ყველას თავაზობენ ამას თავის დაფარებას და იქ რაღაცა ლოცვის საკითხია. 10 კედელში არ უნდა ჩადოთ იქ, იმიტომ რომ იქ არაფერი არ არის სავედრებელი. ლოცვა თუ გინდათ იქ საიდანაც მაცხოვრის აღდგომა მოხდა, იქვე არის იერუსალიმის ძეგლში. იქ უნდა შემზადდეთ და იქ უნდა ილოცოთ, რა თქმა უნდა. კარგი, დაუბრუნდეთ ამაზე. მიადგა ერთ ადგილს, იქ დაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო. რას ნიშნავს ესე, როდის იყო ახლა ბიბლია მას ბუნების აღწერას ეს ხომ მხატვრული ლიტერატურას არ ვკითხულობ ჩვენ რაღაცა ბუნების აღწერებით იყოს ბიბლია დაბეჭდული არ არის ეს. მზე ჩასული იყო ნიშნავს იმას რომ სრული დუმილი ჩამოვარდა. ანუ გამოცხადება უნდა დაიწყოს იაკობთან და ამიტომ მასთან არის სრული დუმილი და სრული მყუდროება. მზის ჩასვლა სწორედ ამას განაპირობებს, რომ თითქოს რაღაცა ეს ადამიანი გადის უდრო რაღაცა სივრცეში, როდესაც მზე მთვარე რაღაცა აქაური ეს მსვლელობა საათი რის მიხედვითაც ჩვენ დროს ვიტვლით, ეს ყველაფერი უნდა გაჩერდეს, იმიტომ რომ მას გამოცხადება უნდა კონდეს. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან დაიდო სასმელად და დაწვა იმ ადგილას. ანუ ლოდი თავქვეშ დაიდო და დაწვა, მაგრამ სინამდვილეში რა ვიცი სად გინახავთ ახლა თქვენ და როგორ გინახავთ კაცი დასაძინებლად ოცებოდა და ლოდს იდებს თავქვეშ? არ არის ესე. ეს არის სიმბოლური გამოთქმა, რომ ამ ლოდთან კი არა დაწვა და დაიძინა, ამ ლოდზე ლოცულობდა. და ლოცულობდა დაყრდნობილი მასზე. ეს ლოდი რა არის? ლოდი რომელიც შეურაცხყვეს მაშენებელმა გახსოვთ, ესე იქნა თავკიდეთა და უფლისამიერი იყო. ჩვენ ნახავთ რომ ამ ლოდს მერე იაკობი ზეც ცხებს. და რას ნიშნავს ლოდი ცხებული? ცხებული რა არის? ქრისტე არის ცხებული. ამიტომ ეს ქრისტეს განასახიერებს. ამიტომაც იაკობი ლოცულობს და წინასწარ ხედავს იმას, რომ ქრისტე უნდა მოვიდეს. ანუ ქრისტეს განხორციელებას იხილავს ის და თუ როგორ ეხლა კიდევ ერთხელ წავიკითხოთ და კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით ამ გამოცხადების თემას. ეს იზმრა მიწაზე კიბე დგას და თვით ცას წდება. უფლის ანგელოზები ადი ჩამოდიან კიბეზე. აჰა უფალი დგას კიბეზე და ეუბნება. აი ძალიან საინტერესო საკითხია, რომ რას ნიშნავს უფალი დგას? უფალი რომელიც ყველგან ყოფია, როგორ შეიძლება ერთ ადგილას სად მიდგეს და შენ მას ხედავდე? ამიტომაც ვამბობთ, რომ იაკობმა იხილა იესო ქრისტე. უფალი არავის არ უხილავს, ვერავინ ვერ იხილავს მას, ადამიანური გონება მას ვერ დაიდებს. ერთადერთი ხილვის საშუალება, რომლითაც ჩვენ შეიძლება უფალს ხედავდეთ, ეს არის განკაცებული ღმერთი. ღმერთი, რომელიც განკაცდა. ამიტომაც, ვინც ელაპარაკებოდა ადამიანს სამოთხეში, ვინც ელაპარაკებოდა ვთქვათ აბრაამს, როდესაც ის დარჩა, გახსოვთ ერთ-ერთი რომ დარჩა სამი ანგელოზიდან და სოდომ გომორის შესახებ რომ იქ მათი ვაჭრობა მიმდინარეობს, ამდენი მართალი თუ იქნება თუ გადარჩა. ეს გახლავთ იესო ქრისტეს წინასახი, ანუ ისინი ხედავენ იესო ქრისტეს. ამიტომაც, როდესაც იესო ქრისტე სახარებაში ამბობს, რომ აბრაამაო, ნახაო, გაიხარებდა, შენ 50 წლისაც არ ახარო და აბრაამი როგორ გინახავს რომ ეუბნებიან და აბრაამის ყოფამდე მე ვარო და ქვებს რო აიღებენ რომ და ჩავკოლოდო ის მობელია იესო ქრისტეზე, ხო გახსოვთ? ამიტომაც იცოდეთ რომ აბრაამს ვინც ეცხადება აუცილებლად იესო ქრისტე, იმიტომ რომ მდგომს კიბის თავზე ერთ ადგილას, შემოსაზღვრულ ადგილას ღმერთის დანახვა შეუძლებელია ადამიანისგან. ამიტომაც იცოდეთ რომ ის არის მაცხოვარი თვითონ იესო ქრისტე, რომელიც წინასწარ ეცხადება თავისი მომავალი სახით, რომელი მომავალი სახით მას განკაცების დროს ექნება. აჰა უფალი დგას კიბეზე და ეუბნება, მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამა შენისა. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, ღმერთმა არ იცის ვინ არის მამამისი? მამა აბრაამი არ არის, მამა არის ისააკი. მე ვარ ღმერთი აბრაამისა, მამა შენისა და ღმერთი ისააკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევ ხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომეცი. ეს არის გამოცხადება, როგორც უკვე გითხარით, და უმეორებს იმ კურთხევას, რომელი კურთხევაც აბრაამისგან მიეცა, მაგრამ რატომ იწყებს, რომ შენ ხარ შვილი აბრაამის? მამა შენი აბრაამი ეუბნება. იმიტომ რომ აბრაამის გაზრდილია იაკობი. ჩვენ გახსოვთ მაშინ, რომ გამოუთვალეთ მისი ასაკი. იაკობი იყო 15 წლის, როდესაც გარდაიცვალა აბრაამი.
ასე რომ იაკობს რადგანაც ქვია კარვის კაცი, რას ნიშნავდა კარვის კაცი? იცი ამოხუცებული ა ブラ ამი იჯდა კარავში, მაშინ ხომ მათ ასე სახლები და კორპუსები ყარ ცხოვრობდნენ. იჯდა კარავში, იაკობი მასთან ერთად და საფრთხო ჯულს სწავლობდა. და ღვთისნებას გამოეძიებდა. რას ნიშნავს? ეძებს ადამიანი რა არის ღვთისნება? ეს ძალიან სათნო არის ღვთისთვის. როდესაც ადამიანი ამას ეძებს, როდესაც ადამიანი ამას არ ეძებს და ფიქრობს, რომ როგორც თვითონ მოიქცევა ესეა საჭირო და ან ასე არის აუცილებლობა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ადამიანისთვის. იმიტომ რომ ესავი გახლავთ ესეთი. ესავს არ აინტერესებდა ის როგორ უნდა ეძია. ამიტომაც იყო გავარდნელი მუდმივად ტყეში და საერთოდ არ აინტერესებდა რასაც სწავლობდა მას ა ブラ ამი. მაგრამ იაკობს რადგანაც აინტერესებდა მოხდა ის რაც მოხდა. რომ იაკობი არის ღვთის ნების მაძიებელი ადამიანი. ამიტომაც ეუბნება მას ღმერთი, რომ მე ვარ ღმერთი ა ブラ ამისა, მამა შენისა. რადგანაც მამა ის კი არ არის, ვინც შენ ხორციელად ქშვა. მამა არის ის, ვინც შენ სულიერად ქშვა. უპირატესობა მას აქვს. იმიტომ რომ ხორციელად მშობილი ხორციელადვე მოკვდება. და სულიერად თუ არ იშვა ადამიანი, მაშინ ის არ დაბადებულა არასდროს, ხო? ამიტომ სულიერად მკვდრად დაბადებულა შეიძლება ასე ითქვას, თუ სულიერად არ იშვება ადამიანი. ამიტომაც ვინც არის სულიერი მშობელი, მას ბევრად უფრო აღმატებული უპირატესობა აქვს ვიდრე ხორციელ მშობელს. ამიტომაც ეუბნება, შენი სულიერი მშობელი არის ა ブラ ამი და სულიერ მშობელზე ელაპარაკება და არა იმან თუ ვისგან მოხდა ჩასახვა მისი და ფიზიკურად როგორ განხორციელდა ეხლა იაკობის ცხოვრება, შემდგომში როგორ ისე კი მშობი არ არის. არა, ამაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი მის სულიერ წარმომავლობაზე, რომელიც ა ブラ ამისგან მოსდევს მას. და ამის შემდგომ ეუბნება, რომ ღმერთი ისააკისა, იმიტომ რომ ისააკიც ღვთის ნების მაძიებელი ადამიანია. მიწა რომელზედაც წევხარ შენთვის და შენი შთამომავლობისთვის მომიცი. წეგან გამორჩა ის კიბეზე რომ გითხარით რომ კიბე დგას და თავით ცაცდება, ღვთის უფლის ანგელოზები ადიან და ჩამოდიან მას. რატო ვკითხულობთ იცით ამას ჩვენ ღვთისმშობლის დღესასწაულს? იმიტომ ვკითხულობთ რომ ღვთისმშობლის სახე სიმბოლოებია ეს. სადა დედამიწა რითი შეერთდა კიბით და ეს კიბე იყო ღვთისმშობელი. ამით მოხდა მაცხოვარი რომ იქ დგას ამ კიბის საშუალებით, ანუ ღვთისმშობლის საშუალებით. ძველ აღთქმაში ძალიან ბევრი ასეთი სახე სიმბოლოა. მაგალითად მაყვალი შეუცვლელი გახსოვთ მოსე უყურებს მაყვალს, რომელსაც ცეცხლი უკიდია და არ იცვის. და ელაპარაკება იქიდან ხმა. რა სიმბოლო არის ეს? რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის სიმბოლო არის. ესეც იმიტომ რომ მოვა დრო, როდესაც აი ამ მაყლის ბუჩქს, ანუ ლამაზ რაღაცა, სილამაზე ბუჩქს ამ შემთხვევაში გამოვხმ კარგად, მოედება ცეცხლი, იმიტომ რომ ცეცხლში ჩვენ რომელ სიმბოლოს გვიხსოვს, სული წმინდა ყოველთვის ესე მოიაზრება, მოედება ცეცხლი და არ დაიწვება ამისგან. და განხორციელება, ანუ ქალწულების სიმბოლო, როგორ შეიძლება რაღაცა ცეცხლიერი ეკიდოს და არ იცხოვდეს? როგორ შეიძლება ქალი ორსული იყოს და ქალიშვილი იყოს? აი ესეთივე პროცესთან გვაქვს საქმე. აი ესეთივე სახე სიმბოლოსთან გვაქვს საქმე, ისევე როგორც ეს კიბე ამ შემთხვევაში შემაერთებელია და დედანში წერია რომ მიწაზე მყარად დგას, მაგრამ ზეცას ოდნავ ეხება. ეს ძველი აღთქმის სიმბოლოა, იმიტომ რომ ახალ აღთქმაში განხორციელდა ეს. ზეცასთან შეხება მაშინ არ იყო. ეს უბრალოდ იაკობმა იხილა რომ მოხდებოდა შეხება ზეცასთან აუცილებლად და ზეციდან ეს ანგელოზები რომლებიც ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ, ჯერ ერთი მართლა პირდაპირ მნიშვნელობით მამების ნაწილი ამას ესე გამარტავს რომ მართლა ანგელოზთან ესე იგი მოქმედებაზეა საუბარი, რომლებიც ღვთისნებას აღასრულებენ და ჩამოდიან და ადიან ღვთისნების ჩვენთან ჩამოსატანად და ასატანად, მაგრამ ამავდროულად იცით რასაც ლაპარაკობენ კიდე. ამავდროულად ამბობენ რომ იხილა იაკობმა ამ კიბეზე ამავალი პავლე მოციქული და ჩამომავალი იუდა მოციქული. ანუ ადამიანები იხილა, რომლებიც ამ კიბეს ესე გაივლიან, ვიღაცა ვითომ ზევით რომ მიდის და სინამდვილეში ქვევით დაეშვება და პირიქით, რომელიც უკიდურეს რაღაცა ქვემოსაფეხურზეა და ზევით დაიწყებს სვლას. იმიტომ რომ ეს კიბე ღვთისმშობელი, რომელიც შეგვაერთებს ჩვენ ზეცასთან, ყველას აძლევს შანსი იმისთვის რომ ზევით წავიდეს, მაგრამ თვითონ ირჩევენ ადამიანები საით წავიდეს. შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივცობი დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ. აი კიდევ ერთხელ მეორდება ა ブラ ამსაც უთხრა, გაიხედე დასავლეთით, აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით, სამხრეთით. სად არის ეს გავცობა, რაში მდგომარეობს, ყველგან ებრაელები ცხოვრობენ, ყველგან იაკობის შთამომავლები ცხოვრობენ? არავითარ შემთხვევაში. ცხოვრობენ მისი სულიერი შთამომავლები, ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებლები. ამაზეა ლაპარაკი მხოლოდ და მხოლოდ.
ანუ გამეორება ა ブラ ამის კურთხევისა, რაც კიდევ ერთხელ გითხარით, რომ ისააკმაც ხო ასე გამოაცილა და ძალიან დიდი ნუგეში იქნება ეს ადამიანისთვის მომავალში, იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი რაღაცა მოუწევს. შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა. ნიშნავს იმას, რომ მაცხოვარი განხორციელდება შენგან და მისგან იქნება კურთხეული ყველა ესე იგი ერი. ამა შენთან ვარ და ყველგან დაგიფარავ. ნუ ახლა ამაზე დიდი რაღა შეიძლება იყოს ღმერთი რო გეტყვის რომ მე შენთან ვარ და დაგიფარავ ყველგან. სადაც კი წახვალ, კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს რაც გითხარი. გამოიფხიზლა იაკობმა ძილისაგან და თქვა. ნუ გამოცხადება იყო, გამოვიდა ამ გამოცხადებიდან და თქვა, ნამდვილად უფალი ყოფილა ამ ადგილას და მე კი არ ვიცოდიო. ნუ რა თქმა უნდა იცოდა რომ რაღაცა წმინდა ადგილთან ქონდა შეხება, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა ასე. ზოგადად მინდა გითხრათ რომ არაფერი ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით არ ხდება. რაღაცას რომ მივდივარ, ეს ადამიანები ყველაფერს ამას თითოეულ დეტალს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ჩვენგან განსხვავებით. ჩვენთვის შეიძლება რაღაცა შემთხვევით იყოს, რაღაცას მიხვიდე და აგური ჩამოვარდა ჩემს წინ დაეცა და როგორ გადავრჩი, ან რაღაცა ესეთ მოვლენებთან როცა გვაქვს ხოლმე საქმე, მაგრამ ეს ადამიანები არასდროს რაღაცა ესე არ გაატარებდნენ არავითარ საქმეს, რომელიც მათ წინაშე ხდებოდა. იცით რა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მაშინ არ იყო ცხოვრების ესეთი მრავალფეროვნება. იმიტომ რომ იყო კარავი, უდაბნო და მეტი არაფერი არ ხდებოდა, ხო? მაგრამ ყოველთვის რაღაც ხდება მაინც ადამიანის ცხოვრებაში. ყოველთვის რაღაც არის მოვლენა, არაფერი გამოცხადება ქონდა ამ ადამიანს, თუნდაც დაეძინა და დაესიზღვრა, მისთვის არ არის ეს ჩვეულებრივი მოვლენა. ამიტომ ნახეთ რაც გააკეთებს. შეშინდა და თქვა, რა საშიში ყოფილა ეს ადგილი. სხვა რა უნდა იყოს ეს თუ არა უფლის სახლი, ეს სათა კარიბჭეა. რისი შეეშინდა? ადგილის კი არ შეეშინდა. შეეშინდა ღმერთის. ამიტომაც ვასილი დიდი ამბობს, თუ შენ ღმერთის გეშინია, მაშინ აღარაფრის აღარ გეშინია. და თუ შენ სხვა რაღაცების გეშინია, მაშინ ღმერთის არ გეშინია. იმიტომ რომ თუ შენ კაცის გეშინია, ღმერთის არ გეშინია. თუ ღმერთი შენთან არის, შენ წინააღმდეგ ვის შეიძლება იყოს. ამიტომაც იაკობი ნახეთ საშიში ყოფილა ეს ადგილი რომ ამბობს. რას ნიშნავს საშიში ყოფილა ეს ადგილი? ღმერთის სახლი უნდა აიგოს აქ მომავალში. ამასაც ხედავს თავის საწინასწარმეტყველო ნიჭით. ამიტომაც საშიშია იმდენად, რამდენადაც ჩვენ ტაძარში რო შევდივართ, ვიცით რომ ღმერთთან საურთიერთობოდ შედიხარ და ღმერთის უნდა გეშინოდეს ნამდვილად. როდესაც იკარგება შიში შენი ღმერთთან მიმართებაში და გეწება სხვა რამეზე შიში, მაგალითად ის რომ ხვალ უფულოთ არ დავრჩე, ან თანამდებობა არ დავკარგო, ან ვიღაცა გალახვას გიპირებს და იმის გეშინია, ან ასე შემდგომ და ასე შემდგომ, აბსოლუტურად გამქრალია ღვთის შიში. და როცა გეშინია ღმერთის, ეს ყველაფერი დავიწყებული გაქვს. ეს არც ერთი პრობლემა აღარ გაწუხებს უკვე. ამიტომაც ეს ადგილია საშიშია იმდენ, რამდენადაც აქ ტაძარი უნდა აიგოს, სადაც მსხვერპლი უნდა შეიწიროს და სადაც ღვთის სახლი უნდა დაერქვას. ამიტომაც არის საშიში ეს ადგილი და სხვა რა უნდა იყოს ეს თუ არა უფლის სახლი. უფლის სახლს რას ვეძახით ჩვენ? ტაძარს ვეძახით უფლის სახლს. თუ ვინმეა შემოვიდეს, რატო იპანჯა? ლაშა, მოდი, შემოვიდე. ეს სათა კარიბჭეაო ამბობს. ანუ უფლის სახლი არის სათა კარიბჭე. ეკლესია ჩვენი რა არის? ეკლესია არის ზეცა დედამიწაზე. იმიტომ რომ ეკლესიაში მეორდება ის, რაც ზეცაში ხდება. ამას ქვია მებრძოლი ეკლესია, ამას ქვია ზეციური ეკლესია. სათა სასუფეველს ქვია ზეციური ეკლესია, მეტი კი არაფერი. ამიტომ სათა კარიბჭეაო რო ამბობს, ანუ ეს არის ის, საიდანაც ხედავ შენ ზეცას. ეკლესია არის სწორედ ის ადგილი, საიდანაც ზეცას ხედავ. და აი აქ უნდა ხდებოდეს სწორედ ის ღვთისმსახურება, სადაც უფლის შიშით აღესრულება ყველაფერი. ადგა დილაადრიანა იაკობი აიღო ლოდის სასტუმრად რომ ედო, აღმართა სვეტად და ზეთ-ზეთი დაღვარა. ნუ როგორც გითხარით, ეს უკვე რასაც ნიშნავს, რომ ლოდი შემოიაზრება ქრისტე, ლოდი რომელს შეურაცხყვეს, მაშენებელს შეურაცხყვეს, ანუ დაიწუნეს. მაშენებელმა რო თქვეს, არაფრად არ ვარგე, ეს ლოდიო და გადააგდეს, წარმოიდგინეთ, ეს ლოდი გახდა ქვაკუთხედი. ქვაკუთხედი რა არის, იცით? რომელზეც ეყრდნობა მთელი სახლი. საიდანაც იწყება მშენებლობა, გაანგარიშება, დადგამენ მას ერთ კუთხეში და აქედან იწყება გაანგარიშება, საით და როგორ უნდა აშენდეს დანარჩენი სახლი. ანუ ეს არის საძირკველი, შეიძლება ესე ითქვას, სახლის აშენების. ზეთი დაღვარა ნიშნავს იმას, რომ ცხებულია ეს ლოდი,
ანუ ქრისტეზეა ლაპარაკი, უწოდათ სახელად იმ ადგილს ბეთელი, სახლი ღვთისა, წინათ ბუზი ერქვა ამ ქალაქს. სახელებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ისინი სახელებს აიქოგეონებით ყოველთვის ვის რა არქმევენ ადამიანს, ადგილს, ყველაფერს არქმევენ რაღაცის გამო. ადრე ბუზი ერქვა, ნუ წარმართების მიერ იყო ეთყობა დარქმეული ეს, ეხლა უწოდა უკვე ღვთის სახლი, რადგანაც აქ ღმერთი იხილა და რადგანაც იხილა რომ აქ ტაძარი უნდა აღიმართოს. აღთქმა დადო იაკობმა და თქვა, ნახოთ ეხლა მისი აღთქმა. უკეთ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ. მომცემს პურს, საჭმელად და სამოსელს შესამოსად, შვიდობით დავბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება ჩემი ღმერთი, მაშინ ეს ლოდი სვეტად რომ დავდგი. ღვთის სახლი იყოს და ყველაფრისაგან, რასაც მომცემ, მეაცეთ შენ მოგიძღვნი. ეს არის აღთქმა იაკობისა, ამით მთავრდება 28-ვე თავი, მაგრამ ჩვენ ახლა ამ აღთქმაზე უნდა ვილაპარაკოთ. ზოგადად რა არის აღთქმა, რატომ უნდა დევდეს ადამიანი აღთქმას და რა არის იაკობის აღთქმა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ იაკობი ამბობს, რომ თუ კი ღმერთი ჩემთან იქნება, მე მაშინ აი აქ ამ ადგილას უნდა უწოდო ტაძარი, ღმერთის სახლი. ხო ესე ამბობს. ნახეთ რა საინტერესოა, მომავალში მართლაც აქ აშენდება ტაძარი. ზუსტად აი ამ ადგილას სოლომონი აშენებს ტაძარს და ამ ტაძარში დადგენილი იქნება წესი, რომ ყველა თავისი მონაგების მიათედი უნდა შეწიროს. რას ნიშნავდა ეს მონაგების მიათედის შეწირვა? რატომ იყო ეს აუცილებლობა? ჯერერთი იაკობმა იცის ა ブラ ამისგან, რადგანაც ა ブラ ამმა სწორედ მიათედი შეწირა მელქისედეკს, სალემის მეფეს, როდესაც მან დიდი ომი მოიგო, იმ ნაალაფარიდან, რაც ძალიან ბევრი ჰქონდა მას, მიათედი შეწირა, იმიტომ რომ ის იყო უმაღლესი მღვდელი, უმაღლესი ღმერთის მღვდელი, ასე წერია და ამიტომაც ირავს მას მიათედს. ამიტომ მეათედის შესახებ შეწირვა იაკობა რა თქმა უნდა ა ブラ ამისგან იცის და ისიც იცის, რომ სად უნდა შეწიროს, სად და ეკლესიას. და ეს წესად დადგინდა და სოლომონის ტაძარში ყოველთვის იწირებოდა მეათედი. დღევანდელ საზოგადოებაში ბევრი აკეთებს ამას, მინდა გითხრათ. მამები, მაშინდელი ძველიც და ახლებიც ამას ძალიან ისე საინტერესოდ განმარტავენ, რომ აი ამ მეათედის შეწირვაში იცით რა ხდება, რაში იკურთხება, ადამიანი იკურთხება თავის ბიზნესში, თანამედროვე ენაზე ვთქვათ, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს მე რა ვიცი, ვისთვისაც არ მიკითხავს, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ადამიანმა აწარმოოს ესეთი პატიოსანი ბიზნესი, რომ ყველაფერი ესე კონდეს, როგორც საჭიროა და ის მაინც მოგებას ნახულობდეს, მე ესეთი ბიზნესი ვერ ვქნა. თქვენ ვინმე თუ იცით, მითხარით და მე ვიტყვი, რომ ამცოდნიანია. მე ესეთი ბიზნესი ვერ ვნახე, რომ ყველაფერი აბსოლუტურად კონდეს რიგზე. რა მოთხოვნებსაც აყენებს სახელმწიფო საგადასახადო თვალსაზრისით. იქ რაღაცა მოთხოვნებია, არ ვიცი, სანეპიცარგური რა სამოწთხოს და ისა კიდე რა ქვია. სახანძრო და რა ვიცი, უშიშროება და საშიშროება და ასე შემდგომ. ანუ თუ ყველაფერი ეს აქვს ადამიანს მოწესრიგებული და თუ ყველაფერი ამაში ფულს იხდის, მე ამბობენ რომ ის ბიზნეს ვერ აწარმოებს. ამიტომაც მამები ამბობენ რომ როდესაც მეათედს წირავსო, ისო ფაქტურად იმ თავის შემოსავალს ამ მეათედით განწმენდსო, იმიტომ რომ შენ შემოსავალს ესაჭიროება განწმენდა. და ამ განწმენდა ხდება სწორედ აი ამ მეათედის შემოსავლით. ეს ძალიან საინტერესოა და საქმელი მათთვის, ვისაც აწუხებს ინდისი, იმიტომ რომ თლად პატიოსნად ვერ აქვს. მე არ გულისხმობ იმას, რომ არაპატიოსან ბიზნესში ნარკოტიკებით ვაჭრობას და რაღაც. არა, უბრალოდ კაცი არის, სადაც შეიძლება პურის მაღაზია აქვს. მაგრამ ყველაფერი ისე რაც ჩამოგიტვარეთ, რომ გააკეთოს, უნდა გააჩეროს მან ეს პურის მაღაზია და ვეღარ გამოაცხობს პურს და ვეღარ გააკეთეს, იმიტომ რომ რაღაცა დარღვევას ყოველთვის მოუნახავენ, იქ სულ ყველაფერი რომ ესე იქონდეს გამოწერილი. ამიტომაც ეს მეათედი თანამედროვე სამყაროში ასე იყო. მაშინ როგორ ითვლებოდა? მაშინაც ბიზნესი იყო ფაქტურად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სპარძრო ხაყავდა, ძალიან ბევრი ესე იგი მოსავალი რაც მოსდიოდა პურის ყანიდან, ეს ყველაფერი მეათედი წარმოიდგინეთ, ყველა ოჯახიდან იწირებოდა და მიდიოდა ეკლესიაში. და რა საინტერესო მოწყობა ჰქონდა აი ამ ეკლესიას, რომელიც სოლომონის დროს აშენდა. ნახეთ, 12 ძმა, ხო ჩვენ ჩამოვთეთ მე იაკობ შეეძინება 12 შვილი.
და განაწილდება მიწები როგორ იცით, რომ შევლენ ისინი აღთქმულ მიწაზე, მოსე ხო გამოიყვანს მას ეგვიპტის თვეობიდან. შევლენ ისინი აღთქმულ მიწაზე. და ეს მიწები განაწილდება 11 ძმაზე, 12-ზე კი არა, 11. იმიტომ რომ ერთ-ერთი ძმა ლევის შთამომავლები არიან სამღვდელო შტოს წევრები. ამიტომ მათ კონკრეტული რაღაცა ასე ადგილი სასახლოდ არა, გაბნეული არიან თავის 11 ძმაში არიან იქ გარკვეული ჩამონათვალია ყველა რამდენი რაოდენობა სად უნდა იცხოვროს. თქვა ბენიამინის ტომთან ლევის რამდენი უნდა ცხოვრობდეს, იქ იმას იუდას ტომთან რამდენი უნდა ცხოვრობდეს და ასე შემდგომ. მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის, იცით? 11 ძმის მეათედი მიდის იმისთვის, რომ იცხოვროს მე-12 ძმა. და მე-12 ძმას რა ევალება, იცი? ღვთისმსახურება, მეტი არაფერი. და ამიტომაც დღევანდელ დღესაც ესეა. დღევანდელ დღეს რომ ეს იყოს პრაქტიკაში. ძალიან უფრო მარტივი იქნებოდა ეს ყველაფერი ზოგადად ეკლესიის ცხოვრების თვალსაზრისით. დღეს პირიქითაა, კაცო, დღეს რაღაცა ვინმე თუ რამეს შემოსავალს გაუკეთებს ეკლესიას, იქ ამბავი ატყდება ხოლმე, რატო აჩუქა და გაჭირებულებისთვის მიეცა და ასე ეკნა და ისე ეკნა და ბიბლიას არ კითხულობენ და ამიტომაც არ იციან, რომ როგორ არის ეს საქმე. ძალიან ბევრი რამ შეიძლება მეც არ მომწონდეს, კაცო, მაგრამ სხვა რამეს გეუბნებით, რომ წესი ასეთია და მე ეკლესია ანაწილებდა ამას. სხვათა შორის სანამ კომუნისტები შემოვიდოდნენ და ეკლესია ჩამოართმევდნენ ამ მიწებს და შემოსავლებს, იცით რა ქონდა ეკლესიას? დღევანდელი განათლების სამინისტრო იყო ეკლესია. ეკლესიას ეკარა საგანმანათლებლო სტრუქტურა და ყველა სკოლა მისი იყო და ყველა საბავშვო ბაღი და საკვირაო სკოლები დღევანდელ დღეს ასეთი სახით რო არის წარმოადგენენ, სინამდვილეში ეს იყო საგანმანათლებლო სკოლები, რომელსაც ეკლესიები ხელმძღვანელობდნენ. სად არის დაწერილი ყველა ის სასულიერო ლიტერატურა, რომელიც დღევანდელი დღეს გამოდიან ქართველები და ამაყობენ, რომ მერვე საუკუნეში ის ითარგმნა და აბა შუშანიკის წამება, სად არის დაწერილი ერთი მითხარით? რომელ კაბინეტში? აუცილებლად მონასტერში. აუცილებლად მონასტერში. ამის გარდა ეკლესიის იყო განაწილება იმ გაჭირებული, ანუ არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ სოციალური სამინისტროც რო არსებობს, ესეც ეკლესიის სფერო იყო. ეკლესიაც ამას, ამიტომ დაარღვიეს ეს ყველაფერი. ნახეთ, რომ შემოვიდნენ პირველი რა გააკეთეს, განათლება, სოციალური სფერო წაართვეს, ამიტომ ეკლესია აღმოჩნდა უფუნქცია. ამიტომ დღევანდელ დღეს ვიღაცა ამბობს, რომ აი ეკლესია არ სრულავს განათლებას. აბა რა დღეში არიან ჩვენი სკოლები ვიღაცა ითქვეს. აი ეკლესია არ ზრუნავს გაჭირებულებზე, იმიტომ რომ რა დღეში არიან ვიღაცას როგორ უჭირს ეგრე ქუჩაში დღეს. ეს ყველაფერი ეკლესიის ხელში როცა იყო, მაშინ ესე არ ხდებოდა ეს. ეხლა დღეს სრული გაუგებრობაა და ანარქია, იმიტომ რომ კი გააკეთეს თქვა ბათუმში სიტყვაზე ვიძახი არის საეკლესიო მოხუცთა თავშესაფარი, მაგრამ ერთი ბათუმი ხო არ იყო, მაშინ ყველგან იყო ეს და ყველგან ხდებოდა და რაღაცნაირად ისე ნაწილდებოდა და ისე იგეგმებოდა ეს ყველაფერი. ამიტომ დღეს თქვა იქ ბავშვთა სახლის სტრუქტურები აბსოლუტურად შეცვლილია, იქ ვერაფერს ვერ ჩაერევი, სკოლაში შესვლის უფლება არ გაქვს, რომ რამე რელიგიაზე ილაპარაკო. აქედან გამომდინარე არეულდარეულია ეს ყველაფერი. მაგრამ ჩვენი მოვალეობა იცით რა არის? ისააკის ჭების ამოთხრაზე რო ვლაპარაკობთ. სწორედ ეს არის, რომ უნდა აღვადგინოთ ის უძველესი, რაც არის სასიკეთო და კარგი. ოღონდ ეს ამის აღდგენაში ვიღაცა იტყვის, რომ ეხლა რა ჭების ამოთხრა დავიწყოთ, არა, პირდაპირ მნიშვნელობით არ გეუბნები. ამ თანამედროვე სიტუაციებთან შეხამებული უნდა იყოს ეს ყველაფერი. მე არ ვამბობ, რომ კომპიუტერი არ უნდა გამოვიყენოთ და რაღაცა თანამედროვესა უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ რა უნდა აღვადგინოთ, იცით? ეკლესიასთან ურთიერთობის სწორი ფორმა უნდა აღვადგინოთ. აღთქმა, რომელიც დადო იაკობმა, ეს იაკობი თუ მამად ითვლება ჩვენთვის როგორც მორწმუნე ერისთვის, ეს შენთვის რაც უნდა იყოს ეს აღთქმა, რომ ეკლესიასთან სწორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს და უნდა იცოდე, რომ შიშია პირველი, რაზეც ლაპარაკობს იაკობი, სანამ აღთქმას დადებს, რაზე ლაპარაკობს? შიში, უფლის შიში, რომელიც უნდა გქონდეს და მეორე, რომ ეს არის სახლის ალოცავი, რომელიც შენგან უნდა ღებულობდეს აი ამ ქვეყნიურ რაღაცა მატერიალურ საზრდოს, იმიტომ რომ შენ მისგან სულიერი მიიღო და რომ განიწმინდოს შენი შემოსავალი ამისთვის მეათედი უნდა ეკლესიისთვის იყოს გაღებული. კარგით ეს რაც